კამადაძე 6 წლის. სწავლობ 22 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, ცეკვა, ვარჯიში. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. ადრე დავდიოდი ბალეტზე, ახლა შევედი ცეკვაზე. ბალეტიდან იმიტომ გამოვედი, რომ ყველაფერი ვისწავლე. ბალეტზე დავდიოდი 3 წელი და ძალიან კარგი იყო. 6 ჯერ მქონდა კონცერტი. ყველაზე უფრო მომეწონა მე-5 კონცერტი. იმიტომ მომეწონა, რომ ყველაზე კარგად ვიცეკვ. მახსოვს პირველ დღე, რომ ცეკვაზე მივედი. ჯერ ცეკვავდი დიდ ბავშვებთან და მერე გადავედი პატარა ბავშვებთან. პირველ დღეს არავის არ ვიცნობდი და ნერვიულობდი. ჯერ კაუცანი მასწავლებელი და მე ბავშვები. მე ყველამ ერთად დავიწყეთ ვარჯიში. ცეკვაში ყველაზე ძნელი იყო ხელებს ვიქნევდი და მტკიოდა. ყველაზე ადვილია ფეხის ცერებზე დგომა. კონცერტი არ მქონია და მინდა ვიცეკვო დიდ სცენაზე. ამ კონცერტზე მინდა მეცვას ასეთი კავა. უნდა იყოს გრძელი, წითელი და უნდა ქონდეს შავი ქამარი. ჩემი საყვარელი ცეკვა არის ცეკვა ქართული. საყვარელი ილეთი არის ეს. ჩემი გეგმა ვიცეკვო 20 წელი. მე ძალიან მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. მე ვიცი ზღვის ხატვა, მზის ხატვა, ხეების ხატვა, ფოთლების ხატვა და გოგონას ხატვა, კიდევ ვიცი სახლის ხატვა, კიდევ გემის ხატვა, ჩიტების ხატვა და კიდევ ვიცი ყველაზე ხშირად ვხატავ ზღვას. მე ახლა გასწავლით ზღვის ხატვას. ვხატავ ზღვას, მზეს, ჩიტებს, გემს, დელფინს, თევზებს. მზეს ვაფერადებთ ყვითლად, ტალღებს ვაფერადებთ ცისფრად, გემს ვაფერადებთ შავად და თევზებს ვაფერადებთ ყვითლად. ჩემი საყვარელი ფერი არის ცისფერი და არ მიყვარს შავი. იმიტომ არ მიყვარს, მე მიყვარდა, მაგრამ დედიკომ ამიგზავნა. თვითონ რა ფერი უყვარს და წითელი. ჩემ ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 20 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ დიდი რო გავიზრდები, ვნახო როგორ ხატავდი. დედიკო ჩემს ერთ ლამაზად ხატავს და დახატა მზის ჩასვა. ნახატების გაყიდვა იმიტომ არ მინდა, რომ მენანება. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი დეა ხოვობეძეს. ის არის ჩემი კარგი დედაშვილი. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ამ ბოლოს მაჩუქეს საპრანჭაოს ახაბებები. მე ვარ ლამაზი გოგო და მეხდება გამპრანჭვა. მე ვიპრანჭები ასეთ. თუ გავარ სარკესთან პომადას ვისპევ, თვალზე ვისპევ, ტბას ვივარცხდი და ვიცვევ ლამაზად. მიყვარს მაღალი ქუსლიანი ფეხსაცმელები. მე ვგავარ პრინცესა რაპუნცელს. ჩემი სკოლა იმიტომ მომწონს, რომ ყავს კარგი მეგობრები და კარგი მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის ნია. ყველაზე ცალკეა დათა. ყველაზე მშვიდი არის ევა. მე ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი. ჩემი საყვარელი საგანი არის ქართული. საყვარელი მასწავლებელი არის ლილა მაჰარაძე. იმიტომ ლამაზია და სულ მეხუთება. გაკვეთილსაც კარგად ხსნის, მაგრამ ზოგჯერ ბავშვები არ უსმენენ. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მხატვარი. ახლა მინდა ვიყო 8 წლის. იმიტომ რომ ჩემი დაზე უფრო დიდი ვიქნები. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი და. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 1 თვის და ქვია ბარბარე. ის არის მტირალა, ჭამელი და ლამაზი.
ჩემი აზრით ბარბარამ გაიზრდება, გამოვა ისიც ექი. მამიკო არის უშიშარი, სიმპათიური და ყველაფერს მისურვებს. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის თბილი, ლამაზი და ჭკუიანი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული პიცა. მეც ვიცი საჭმელის გაკეთება და დედიკოს ვეხმარებ. ყველაზე კარგად ვაცხობ ხაჭაპურს. ჩემი საყვარელი საჭმელია მწვადი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის დედაენა. უარი ზღაპარი არის წითელქუდა. წითელქუდა იმიტომ შეჭამემგელმა რომ შიოდა. ცუდი არის წითელქუდამ არ დაუჯერა დედას. ჩემი საყვარელი მურთმინია სტიჩი. დედოს ნუჯახ რომ კონდეს გადავექცეოდი ნამდვილი პრინცესად. სამგზავროდ სიამოვნებით წავიდოდი თურქეთში. წინა მონაწილემ დავინტოვა ასეთი შეკითხვა. რომელია ჩემი საუკეთესო თვისება? ჩემი საუკეთესო თვისება არის რომ ტკბილი გოგო ვარ. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მაგალითად მე კოსმოსში გავფრინდებოდი მამიკოსთან ერთად. ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ფუმფულა ლეკუი, თეთრი ლეკუ. თუ ლეკს არ მაჩუქებენ, მაშინ მაჩუქონ პლანშეტი. ბედნიერება არის და შემეძინა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.